ქათამი ნიგვზის ტკბილ ბალიშზე. გრილზე მობრაწულ ქათმის ბარკალს მოვუმზადებ ღვინის მჟავე სოუსს და მოვათავსებ ნიგვზის ტკბილ ბალიშზე. ანუ მაქვს 3 გემო და რაც თავარია, 3-ვე კარგად დაბალანსებული. ჭირდება 120 გრამი ნიგოზი. ვამზადებთ გოზინაყის პრინციპით. ანუ გჭირდება თაფლიც. აი ესე უხეშად, მერე მარტივად შეიკრას და მივცეთ სასურველი ფორმა. წაბლის თაფლი 60 გრამი. დაახლოებით 2 წუთი ჭირდება. მზად არის. დავასველოთ კოვზი და ისე გადმოვიტანოთ თეფშზე. შევეცადოთ, რომ ცენტრში მოვაქციოთ ნიგოზი. მე წაბლის თაფლი იმიტომ ავარჩიე, რომ ცოტათი მომწარო გემო აქვს და კერძს ნამდვილად და ხორცს უფრო უხდება. ვამარინადებთ ქათმის ბარკლებს, ზეთი, ცოტა, მარილი, პაპრიკა და ცოტა კარდამონი. დამარინადებული ქათამი შევწვათ გრილზე. დავუმატოთ ცოტა ზეთი, რო არ მიგვეწვას. დაჭირდება დაახლოებით 10-15 წუთი. ჯერ ერთ მხარეს კარგად დავბრაწოთ და შემდეგ გადმოვატრიალოთ. ექვს-შვიდ წუთში მზად იქნება. ვაგრძელებთ აწყობა. შვენიერია. ბოლო ეტაპი. ყურძნის და ღვინის სოუსი. ხახვი. 2 კბილი ნიორი. გვაქვს ტკბილი ნიგვზის ბალიში, შემწვარი გრილზე ქათამი, ქათმის ბარკლები და ბოლოს მინდა რომ მოუმზადო მჟავე სოუსი. მაქვს წითელი ღვინო, რომელიც ვახო მოიპარა შაქარაშველების მარნიდან სპეციალურად ჩემთვის, ამიტომ უნდა ძალიან მაგარი სოუსი გავაკეთო. დავჭრათ ხახვი წვრილად. ზეთი. ხახვი და ნიორი. მოვშუშოთ. დაახლოებით 2 წუთი და შეგვიძლია მერე დავუმატოთ სხვა ინგრედიენტები. ხახვი უკვე დაიბრაცა. დავუმატოთ წითელი ღვინო. დაახლოებით 200 მილილიტრი. ყურძენი მაინც ცოტა მომჟავო მოდკბო გემოს მიცემს. ჩავყაროთ პირდაპირ. 100 გრამი ყურძენი. ძალიან ცთარია შეხედულება, რომ არა აქვს მნიშვნელობა რა ღვინით მოამზადებს საჭმელს. პირიქით, ყველაზე დიდი მნიშვნელობა ზუსტადაც რომ ღვინოს აქვს. ამიტომ ყოველთვის ყურადღებით აარჩიეთ ხოლმე კარგი არომატული ღვინო. მე ამ შემთხვევაში ვიყენებ წითელ მშრალ ღვინოს. შეგვიძლია დავუმატოთ სუნელები. როზმარინი, ცოტა. კარდამონი. მიხაკი. ნუ პრინციპში გლინტვეინის ერთ-ერთი შემადგენელი
სუნელებია და გლინტვეინიც წითელი ღვინით კეთდება, ამიტომ ლოგიკურად ძალიან უნდა მოუხდეს. ცოტა მარილი და სიმძაფრისთვის სულ ცოტა შავი ბალზამიკო. დაახლოებით 5 მილილიტრი. გადავიტანოთ ისევ ტაფაში და ვაგდებთ კარაქს. კარაქი უფრო სინაზეს შემატებს соуს, უფრო მსუბუქი გახდება და თანაც უფრო ბლანტი. დაახლოებით 50 გრამი კარაქი. სითხე უკვე აორთქლდა და გასქელდა соуსი. ძალიან არომატული გამოვიდა, ნებისმიერ კერძს და ხორცს მოუხდება ეს соуსი. ეს არის ჩემი საშემოდგომო соуსი. ვასრულებთ კერძის აწყობას. ბოლო შტრიხი. და მზად არის. ამ კერძს აუცილებლად შევიტან ჩემს საშემოდგომო მენიუში. მშვენიერი.